ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენ გვმართებს ქვეყნის შიგნით გაცილებით მეტი კონსტრუქციულობა ერთმანეთის მიმართ ოპოზიციას და ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი და ასეთი დაპირისპირებები, ასეთი ფორმით ნამდვილად არავის ღირსებას არ მატებს, ამიტომ ეს მომავალში არ უნდა მოხდეს. იქ ორგანიზებული იყო, იქ ჩანდნენ კონკრეტულად ადამიანები და თქვენ მე მინდა რომ გაერკვიოთ, აი რაზეც იყო საუბარი საპარლამენტო უმცირესობის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრის შორის, რომ ეს შეთანხმება ძალაში იყოს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თქვენ ნუ გაქვთ განცდა, რომ ჩვენი ამითი გახარებული ვიყავით და ახლა ხელებს ვიფშვნითავთ. პირიქით, ჩვენ გვინდა რომ საარჩევნო პროცესი ნორმალურად ჩატარდეს. ყველას აქვს ამ ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების უფლება. ყველას და ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიმართ დააფიქსიროს თავისი კმაყოფილება ან უკმაყოფილება, მაგრამ არავის არ აქვს უფლება, რომ ძალადობა გამოიყენოს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიმართ. ეს პირდაპირ უნდა და მკაფიოდ უნდა კიდევ ერთხელ ითქვას. და იქნებ თქვენ თავსად შეეკითხოთ რა მოხდა ასეთი, რა დაუშავეთ ზუგდიდლებს და სამეგრელოს რეგიონს ასეთი, რომ სულ რამოდენიმე თვის წინ ზუგდიდმა, რომელმაც თურმე ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას, თურმე აირჩია ბატონი ახალაია, თქვენ აი ასეთ დახვედრას გიწყობენ ზუგდიდში. როდესაც ლაპარაკია ზუგდიდში და ბათუმში იმ პროცესებზე რაც მოხდა, ფრანგებს აქვთ ერთი კარგი გამოთქმა შერშელაფა, ანუ ეძებეთ მოტივი. ქართულ ოცნებას არანაირი მოტივი არ გააჩნია იმისთვის, რომ წინ, ესე იგი, ასეთი ტიპის არეულობა აწყობდეს არჩევნების წინ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დარწმუნებული ვართ ჩვენი კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში.